პროფესიული განათლება საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოპულარულია. პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ სხვადასხვა სფეროს გაეცნონ და სხვადასხვა სფეროში გამოსცადონ საკუთარი თავი. იქნება ეს მზარეულის კურსები, ფინანსები, აღმზრდელი, საბანკო საქმე, ფარმაცია თუ ასე შემდეგ. როგორც წესი, პროფესიულ კოლეჯებში პროფესიული სტუდენტები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსებსაც გადიან ხოლმე და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ უკვე ადვილად საქმდებიან კიდეც. მე ახლა სწორედ ერთ-ერთ კოლეჯში ვიმყოფ და როგორც თქვენ ახლა ჩემუკან კადრში ხედავთ, აქ პროფესიული სტუდენტები კერამიკაზე მუშაობენ. ახლა კი გადავინაცვლოთ მასწავლებელთან, პედაგოგთან, გიგლა მუმლაძესთან, რომელიც უშუალოდ გაგვესაუბრება. ბატონ გიგლა, მოგესალმებით. თავდაპირველად რომ გითხრათ, თქვენ თავად მუშაობთ ახლა კერამიკაზეც, როგორც მაყურებელი კადრში ხედავთ, რომ გითხრათ, რას აკეთებთ და როგორი არის თავად მუშაობის პროცესი? მუშაობის პროცესი ახლა ხედავთ, გაჩვენებთ ახლა პატარა ჩაიდანს ავაწყობ ადგილზე გავაკეთებ და გაჩნდება პატარა ჩაიდანი 5 წუთში გვექნება გამზადილი. კი ბატონო, ასევე რომ გითხრათ, აქ პროფესიული სტუდენტები რამდენად ხშირად მოდიან, რამდენად ხშირად ირჩევენ ისინი ამ პროფესიას და როგორია მათთან მუშაობა, რამდენად უჭირთანი ადვილებათ მათ აი ამ კერამიკაზე მუშაობის ათვისება. სტუდენტების რაოდენობა ბევრი ყავს, ძალიან დაინტერესებულები არიან, განსაკუთრებით ქალბატონები უფრო მეტად გაჭირვებით არავის არ უწევს, იმიტომ რომ გამიზნულად მოდიან რომ შეისწავლონ ეს ხელობა და მუშაობენ დიდი სიამოვნებით და აღტაცებით, რომ შესვენებებსაც არ აკეთებენ, იმდენს მუშაობენ. რამდენად არის მოთხოვნადი ეს პროფესია დღეს? კი, პროფესია ნამდვილად მოთხოვნადი არის. ჩვენ თბილისში არის კიდევ სხვადასხვა სტუდიოები, სადაც არ განიცდიან ხალხის ნაკლებობას. ყველგან მოთხოვნადია, ძალიან საინტერესო არის და ამიტომ მუშაობენ დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, ასევე რომ გითხრათ, ძირითადად რა ასაკობრივ კატეგორიას შეუძლია აქ მოსვლა და ზოგადად ვის შეუძლია რომ მოვიდეს და დაეუფლოს ამ კურსებს? მოსვლა შეუძლია ყველას, ასაკი არ არის შეზღუდული, სრულწლოვანი პიროვნებიდან დაწყებული მოდიან, დიასახლისების ბევრი მოდიან და ყველანი ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს კერამიკა. ძალიან დიდი მადლობა. ახლა გადავინაცვლოთ ერთ-ერთ სტუდენტთან, რომელიც ასევე კერამიკაზე მუშაობს ახლა. მოგესალმებით. რომ გითხრათ, რამდენი ხანია რაც აქ მოხვედით, მუშაობთ კერამიკაზე, როგორი არის მუშაობის პროცესი და ზოგადად რატომ გადაწყვეტეთ ამ სფეროთი დაინტერესება? მოგესალმებით. სულ 2 კვირაა რაც დაიწყო ეს კურსი. გადავწყვიტე იქიდან გამომდინარე, რომ ამ კოლეჯშივე ვსწავლობდი სახვით ხელოვნებას, უბრალოდ დაინტერესებული ვარ ამით. სხვათა შორის ბავშვობის ოცნება იყო და მხოლოდ ახლა ვისრულებ ამას და მაინტერესებს კერამიკაც და ამიტომ გადავწყვიტე აქ სწავლა. როგორც ხედავთ, პროცესი ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს როცა გიყვარს და გაინტერესებს საქმე და ამის ხელშეწყობაც გვაქვს. კოლეჯი უზრუნველყოფს ყველაფერს, როგორც მასალებს, ისე ხელსაწყოებს. ჩვენგან მხოლოდ мотиваცია საჭირო. ყავს ასევე ძალიან პროფესიონალი პედაგოგი. ასე რომ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კარგად ვისწავლოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ პასუხობდით ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს. მე ევრონიუს ჯორჯიას ოპერატორს გიორგი ვარსიმაშვილს ვთხოვ კადრში განახოთ ახლა უშუალოდ კერამიკაზე მუშაობის პროცესი. მე კი იქამდე გაგაცნობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობებს, მათი ინფორმაციით 2024 წელს საქართველოში 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის იყო 75 საჯარო, 47 კი კერძო. ასევე მათი ცნობით გასულ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წინა წელთან შედარებით 10.3% მეტი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ჩარიცხულ სტუდენტთა რეიტინგს, პირველ ადგილზე არის თბილისი, შემდეგ მოდის აჭარა, ბოლოს კი იმერეთი.